გასული კვირა გლობალური კრიპტოინდუსტრიისთვის უმეტესწილად ნეგატიური იყო. თუ 22 სექტემბერს კრიპტობირჟის საერთო კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ 30 მილიარდი დოლარი იყო, მომდევნო დღეებში ციფრული ვალუტების ჯამურმა შეფასებამ 4.2%-ით იკლო და ერთი კვირის შემდეგ 3 მილიარდ 860 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ძირითად კრიპტოვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო ერთ კვირაში სოლანამ დააფიქსირა, რომლის ფასი 6.6%-ით შემცირდა. კლების მიუხედავად ბლოკჩეინი ბოლო წლებში მზარდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ვალუტა $220 ნიშნულს ინარჩუნებს. პროცენტულად შედარებით დიდი კლება დააფიქსირეს კარდანოს კრიპტოვალუტა ADA და Dogecoin-მა, რომელთა შემთხვევაში კლების მაჩვენებელმა საშუალოდ 3.5% შეადგინა. ბოლო ერთ კვირაში მცირედით ასევე შემცირდა ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა ძირითადი აქტივების ფასი. კაპიტალის ბაზარზე ფასები საკმაოდ მაღალ ნიშნულზე არის შენარჩუნებული. კრიპტობირჟის ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი ფიუჩერსული კონტრაქტების ვადის გასვლას და ზოგიერთი მათგანის გაფუჭებას უკავშირდება, რადგან ტრეიდერებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ფასების საშუალო დონე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდებოდა, მაგრამ რეალობაში საწინააღმდეგო შედეგი დადგა. წინა კვირა გამორჩეული არ ყოფილა, რადგანაც უმეტესად დაღმასვლა იყო თანაც საკმაოდ მკვეთრი, თუმცა დღეს უკვე ინვესტორების განწყობა არის გამოსწორებული, რაც უკავშირდება პრინციპში ამერიკულ საფონდო ბირჟაზე პოზიტიური განწყობის გამოჩენას, როგორც წესი, NASDAQ-სა და კრიპტოინდუსტრიას შორის ყოველთვის არის გარკვეული კორელაცია მათ შორის განწყობებში და ეს დღევანდელ სესიაზეც ჩანს. უფრო კონკრეტულად, ინდუსტრიის საერთო შეფასება უკვე 4 ტრილიონ დოლარსაც კი უახლოვდება, ეს 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ამის ფონზე მომატებულია, რა თქმა უნდა, ძირითადი აქტივების ღირებულება, როგორც ხედავთ, ბიტკოინი 112,000-ად ივაჭრება, ხოლო ეთერიუმის ფასი 4,100-იან ნიშნულს აჭარბებს, საშუალო ზრდა გვაქვს 2-დან 4%. ფარგლებში სწორედ ასეთი პოზიტიური განწყობა არის აბსოლუტურად ყველა სხვა მსხვილ კრიპტოაქტივთან მიმართებითაც და თუ კი მიმდინარე კვირასაც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება, სავარაუდოდ კრიპტობაზარიც გაიზრდება. ბოლო მონაცემებით ბიტკოინის ფასი მონეტაზე $112,000, რაც მართალია პიკურ მაჩვენებელს ჩამორჩება, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში მაინც გაზრდილ ფასს წარმოადგენს. პარალელურად ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შიშის და სიხარბის ინდექსი დაბალ 30-ებში დასტაბილურდა, რაც ბაზარზე არსებულ შიშზე მიუთითებს. კიდევ ერთი ტენდენცია ალტკოინების გააქტიურებაა, რაც შესაბამისი ინდექსიდაც დასტურდება, რომელიც ახლა 66 პუნქტიან მაჩვენებელზე დასტაბილურდა. ამ ტენდენციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Ripple-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტა XRP-ია, რომელიც ერთადერთი იყო დიდ აქტივებს შორის, რომელმაც ბოლო კვირაში ზრდა დააფიქსირა. ბოლო მონაცემებით XRP-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 170 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით ის საერთო რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.